გამარჯობა, მოგესალმებით გმირთა სამყაროში. ჩემი სახელია სამარიტელი. დღეს კი ჩვენი ჩვეული თემების მაგივრად ცოტა განსხვავებულ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ვინაიდან ჩვენს არხს გმირთა სამყარო ჰქვია და არა რაიმე ისეთი, როგორიცაა Marvel და DC, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ სუპერგეროის ფილმებს და ვისაუბროთ რაღაც განსხვავებული. ეს განსხვავებული რაღაც კი, როგორც სათავიდან მივხვდით, გახლავთ Aladdin. Disney-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ამბავი. ეს არის Disney-ის ამბავი, რომელშიც ვხედავთ ახალგაზრდა მაწანწალას, რომელიც ხდება სამეფო ოჯახის წევრი. პატარა მაიმუნისა და ყოველასთვის გამოსარჩევად საყვარელი ჯინის დახმარებით. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ამბავმა იმის შესახებ, რომ ალადინის ცოცხალ ვერსიას სულ მალე ვიხილავთ კინოთეატრებში, დამარწმუნა, რომ პატარა კვლევა ჩამეტარებინა ამ ფილმთან დაკავშირებით. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ფილმს მართლაც აქვს საიდუმლოებები და ჩვენ დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ დებულება, რომლის მიხედვითაც მთელი ფილმი გახლავთ ალადინის პირველი სურვილის შესრულების მცდელობა ჯინის მიერ. სპოილერების განგაში მას ეს გამოსცეს. ვინაიდან ალადინი ის ფილმი არ არის, რომელიც ბევრ ადამიანს არ აქვს ნანახი. არ დავიწყებ ყველაფრის თავიდან მოყოლას და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ალადინის პირველი სურვილი ამ ფილმში გახლავთ შემდეგნაირი. ალადინი ჯინის თხოვს, რომ გახადოს მან ის პრინცი. თუმცა ცოტა უცნაურია, რომ არც ერთი პერსონაჟი, ვისაც ალადინი ეცნობა როგორც პრინცი, არ არის უმალ დარწმუნებული მის პრინცობაში. ფილმის დასასრულამდე მაინც. ეს აზრი კიდევ უფრო მყარდება, როცა გვიაზრებთ, რომ ალადინი გამუდმებით ნერვიულობს იმაზე, რომ მისი ტყუილი არ გამომჟღავნდეს. და მას ჯინიც კი ადლევს რჩევას, რომ ჯასმინს უთხრას სიმართლე. If you want to court the little lady, you gotta be a straight shooter. Do you got it? What? Tell her the truth! ეს ცოტა უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს რჩევა მოდის იმ არსებისგან, რომელიც პრაქტიკულად თითქმის შეუზღუდავ ძალადობს. განარა სიმართლეზე საუბრობს ჯინი. ნუ თუ ალადინი უკვე არ არის პრინცი, როგორ შეიძლება ვინმე იყოს პრინცი და ამავდროულად არ იყოს პრინცი? იცით, განსხვავებით მეფედ ან ამ შემთხვევაში სულთანად ქცევისგან, რაც შეიძლება მიიღოთ ძალის გამოყენებით, პრინცობა არ არის რაღაც წოდება, რადაც შეიძლება მაგივრად გადაიქცე, გამომდინარე ლოგიკური წინააღმდეგობებისგან. პრინცი მისი ზუსტი განმარტებით არის ტახტის კანონიური მემკვიდრე. არის ორი გზა, რითიც შეიძლება გახდეთ პრინცი. შენ ან უნდა იყო მეფის შვილი, ან უნდა დაქორწინდე პრინცესაზე. ალადინისთვის პირველი ვარიანტი გამოუსადეგარია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის არ არის მეფის შვილი. შესაბამისად, მისი ერთადერთი შანსი რომ გახდეს პრინცი არის ის, რომ დაქორწინდეს პრინცესა ჯასმინზე. ამის გასაკეთებლად კი ჯასმინს უნდა შეუყვარდეს ალადინი, რის გაკეთებას ჯინის არ შეუძლია. დამატებით კი ალადინი ავსევე უნდა იყოს პრინცი, რათა შეეძლოს ჯასმინზე დაქორწინება, გამომდინარე მამამისის, ანუ სულთანის მოთხოვნისგან. ეს იქნებოდა შეუძლებელი პარადოქსული პრობლემა ჯინისთვის. თუ რა თქმა უნდა, სულთანი არ შეცვლიდა მისი სამეფოს კანონებს და არ დაუშვებდა, რომ პრინცესას ჰქონოდა შესაძლებლობა დაქორწინებულიყო ჩვეულებრივ, არ დიდგვაროვან ადამიანს. ამის გასაკეთებლად კი საჭირო იყო, რომ სწორ მომენტებში სწორი რამეები მომხდარიყო და სწორედ აი აქ შემოდის თამაში ჯინი. ფილმის დარჩენილ ნაწილთან ერთად. როცა ალადინი ძალიან ახლოსაა მისი პირველი სურვილის ჩაფიქრებასთან, ის აღწერს, როგორი ლამაზი და გასაოცარია ჯასმინი. ჯინი კი ხვდება საიდანაც მიდის საუბარი და ახსენებს ალადინს, რომ მას არ შეუძლია აიძულოს ვინმე, რომ იგი შეიყვაროს. ამის შემდეგ კი ალადინი ისურვებს, ციტირებას ვახდებ. მე მინდა რომ მაქციო პრინცად. ახასუთახნით დაუკვირდეთ ამ სიტყვებს. ალადინი არ ითხოვს, რომ იყოს პრინცი, მას სურს, რომ გახდეს პრინცი. დიახ, განსხვავება ნამდვილად არის სამორდებულებას შორის და დამეჯერეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თეორიისთვის. შემდეგ სცენაში ალადინი შედის სასახლეში, როგორც პრინცი ალი აბაბუა. პრინცი ალი არის ყალბი პრინცი არასებული ქვეყნიდან. ის რომ ამ მომენტში მართლაც ქცეულიყო პრინცად, ის მარტივად მოიხსენიებოდა როგორც პრინცი ალადინი. თანაც რომც მოეხერხებინა და დაქორწინებულიყო ჯასმინზე, იმ ადამიანის როლში, რომელიც ის სინამდვილეში არ იყო, რაღაც მომენტში ყველაფერი ძალიან გართულდებოდა. ჯინი უბრალოდ მისცა სამოსი და აქსესუარები, თუმცა მათ ქვეშ ალადინი ისევ ჩვეულებრივი ალადინი იყო. დამატებით კი, როცა ალადინი პირველად ენახება ხალხს პრინცი ალის როლში, ჯინი ხალხში სხვადასხვა ამბავს ავრცელებს, რომელიც ტყუილია. მას შეუძლია ალადინს მისცეს ულოვი ფული, მაგრამ ის ფაქტები, რომლებსაც ჯინი ხალხში ამბობს, უბრალოდ ტყუილებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ალადინი მართლაც ყალბი პრინცია. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ სწორედ ეს იყო ჯინის გეგმა მთელი ამ დროის განმავლობაში? რა იქნება თუ გეტყვით, რომ ალადინის პრინცის სამოში გამოწყობა არ იყო ამ სურვილით დასასრული, არამედ ერთ-ერთი პატარა მომენტი, რომელიც ალადინს დაეხმარებოდა თავისი მიზნის მიღწევაში. ეს იქნებოდა პატარა ნაწილი იმ დიდი ოსტატური გეგმისა, რომელიც ჯინის მიერ იყო შექმნილი. ფილმის ერთ-ერთ მომენტში ჯინი ამბობს, რომ მის ყოველშემძლეობაში შედის შესაძლებლობა, რომ დაინახოს ნებისმიერი მოვლენა მომავალში ან წარსულში. თუ ეს მართლაც ასეა, მას არ ექნებოდა პრობლემა გაიგო ზუსტად თუ რა შემთხვევები უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ ალადინი პრინცად ქცეულიყო. ჯინი ახდენს ზემოქმედებას სხვადასხვა მომენტებზე, რაც მის საქმეს ეხმარება. ის ახერხებს და ქმნის რეალობას, რომელშიც ალადინი ახერხებს და ხდება პრინცი. ამ მომენტში კი ალბათ მივხვდებით, თუ საიდან შეიძლება მომსვლოდა ამ თეორიის იდეა. Reddit-ზე რომ არ მენახა თეორიის დიდი ნაწილი.
ალადინის გამოწყობა პრინცის დასაცმელში არ იყო მისი სურვილით დასასრული. ეს იყო პატარა ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო, რათა დიდი გეგმას საბოლოოდ მიაღწია თავისი მიზნისთვის. ამ თეორიის ყველაზე დიდი მტკიცებულება არის ის გარემოებები, რომლებსაც ჯინი თვლის ალადინის მეორე სურვილად. ეს ის სურვილია, რითაც ჯინი ალადინს იხსნის დახრჯობისგან. ის პრაქტიკულად თავისით იგონებს ამ სურვილს, უგონოდ მყოფი ალადინის წინ. ეს ძალიან უცნაურია, რადგან ჯინიმ ფილმის წინა მონაკვეთში უკვე დაზუსტებით თქვა, რომ საჭირო იყო ზუსტი სიტყვების თქმა, მაშინ როცა სურვილს იფიქრებდა. ალადინი კი ამ მომენტში უგონოდ იყო. მას სწორად აღნიშნა, რომ ალადინის გამოქვაბულიდან გამოყვანა ვერ ჩაითვლებოდა მის პირველ სურვილიდან, რადგან მას არ უთქვამს სწორი სიტყვები. არ არსებობს არც ერთი შესაძლებლობა, რომ ჯინის ასე გამოეგონა ეს სურვილი. თუ რა თქმა უნდა, ჯინის სჭირდებოდა ალადინის რომ ცოცხლად დარჩენილიყო, იმის გამო, რომ მისი პირველი სურვილი ჯერ კიდევ არ შესრულებულა. დიახ, ერთადერთი ვარიანტი, სადაც ჯინისთვის იქნებოდა სწორი, რომ გადაერჩინა ალადინი, იქნებოდა ის შემთხვევა, თუ ალადინის პირველი სურვილი ჯერ კიდევ შესრულების სტადიაში იყო. ხოლო ეს იყო ჯინისთვის მიზეზი, რითაც მან შეძლო და გადაარჩინა ალადინი როგორც პირველი სურვილის ნაწილი. და აი ასე შეიძლება იყოს ალადინის პირველი სურვილი მთელი ფილმის ძირითადი ნაწილი. დაწერეთ თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ქვემოთ კომენტარებში. ნახოთ როგორი გამოვა ეს ვიდეო და წარმატების შემთხვევაში მსგავს თეორიებს არ მოგაკლებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყურეთ და მალე გნახავთ ყველას განსაკუთრებული სიურპრიზით. თავისუფალი ვარ. ჩქარა ისურვე რამე. თქვი მდინარე ნილოსი მინდა. ჩქარა თქვი მდინარე ნილოსი მინდა, ჩქარა. მდინარე ნილოსი მინდა. ამ ჩემ ფეხებს.